მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან ზოგმისი მადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტებთ, ვინც არ მცნობთ გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა დავწეროთ WhatsApp-ში და Telegram-ში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ უდიდებ ხოლმე. და დღევანდელი გაშლამდე გავაკეთო ესეთი სახის. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ურთიერთობა ძალიან კარგად მიმდინარეობს, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი დორმაშია, მაგრამ რაღაცა ბოლოს მაინც არ ეწყობა. და თითქოს არაფერი, კარგი ერთი პარტნიორი რაღაცა არ გამოვიდა, მეორე რაღაცა არ გამოვიდა, მაგრამ ნახეთ, თითქოს ხდება ისე, რომ ყველა ურთიერთობაში რომ გადახედავთ, ახლა როცა თქვენ 20 წლის გოგოებზე არ არის აქ საუბარი, ხო, როცა უკვე ხარ თქვენ 30-35 წლისთან, ასე თუ ისე ვიღაცა მოგწონები და ვიღაცას მოსწონები ხარ, შესაბამისად დაგინახეთ, რომ რაღაცა თითქოს ერთი და იგივე ციკლია, ხო, რაღაცა არ მთავრდება, რაღაცა არ გამოდის. მაგრამ სად უშვებ შეცდომას ვერ ხვდებით, ხო? არის როდესაც შეცდომას არ უშვებთ, არის როდესაც არის ესეთი მომენტები, საგვარეულო ნეგატივის მდგომარეობა, რაღაცა მსგავსი სიტუაციები, ან თქვენი მხრივ, ან მის მხრივ, მაგრამ ხო არ შეიძლება რომ თქვა თუ კი გათმით უმეტეს გარკვეული გაქვთ, რომ არაფერი საგვარეულო ნეგატივის მდგომარეობა არ არის და ყველაფერი რიგზე არის. მაშინ რა ხდება, ხო? ახლა როგორ შეიძლება ყველა პარტნიორს ქონდეს რაღაცა გაკეთებული, ესე ვთქვათ, ჯადო და ვიღაცაზე მიმული იყოს, ან რაღაც როგორ შეიძლება ყველა დედა ერეოდეს და ყველა მეზობელი ერეოდეს, ხო? ყველასთან ერთი და იგივე ციკლი ფიზიკურად ვერ იქნება. მაგრამ არის რაღაც ის დაფარული მდგომარეობა, რომელიც ურთიერთობაში უშვებთ და ყველა ურთიერთობაში აი ეს ნიუანსი არის თქვენთვის ფაქტიურად თქვენი ურთიერთობების გადამწყვეტი ხდებით. აი შეიძლება ის პატარა შეცდომის მდგომარეობა, რომელსაც მე თქვენ გამოასწოროთ ურთიერთობაში და ისე აღარ მოიქცევით, ხო? შესაძლოა გახდეს ძალიან კარგი ურთიერთობის დამაგვირგვინებელი, ხო? აი რაღაცა არის, შესაძლებელია თქვათ თქვენ არ უშვებთ შეცდომას, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი შეიძლება იყოს კიდე როცა ვაქცევთ ყურადღებას, ამ დროს შესაძლებელია რომ ის ერთი კონკრეტული რაღაცა ნიუანსი ესე ყურადსაღებო არ იყოს და უბრალოდ შესაძლებელი იყოს რომ რაღაცა საუბრით შეიცვალოს მდგომარეობა, რაღაცა შეცვალოს ადამიანმა და მარტივად მიიღოს ყველაფერი და სულ არ არის საჭირო რომ აი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციას, მაგალითად ის რომ აცვია წითელი ფერის მაისური პირობითად ვიცახი, ყველა ადამიანს თქვათ ურთიერთობაში ეს გაღიზიანებს წითელი ფერის მაისური და ეს ხდება თქვენი განშორების მომენტი, ხო? არის ესეთი მომენტები, ან კონკრეტული სუნამო, რომელიც გიქმნით ძალიან ცუდ ენერგიას, თან არ გსიამოვნებთ და ამის გამო, ნახეთ, ამ ყველაფრის გამო ხარ შეიძლება რაღაცა დაარღვევთ ურთიერთობა, ხო? მაგრამ რაღაცა არის, რომელსაც შესაძლებელია რომ აკეთებთ ქვეცნობიერის დონეზე და არც კი გაქვთ გაანალიზებული, აი ეს რაღაცა ძალიან ისეთი აბსურდული მომენტი გიშლით ხელს ურთიერთობაში. ამიტომ მოდით ვნახოთ რა ფაქტორი გიშლით ურთიერთობაში ხელს. რა არის ის რა ფაქტორი არის, რაც გიშლით ურთიერთობაში ხელს. მოდით გავაკეთოთ ესე დავდეფამეს ვარიანტად და გამოვიყენოთ ესეთი ყვითელი სანთელი და გამოვიყენოთ ესეთი ლურჯის სანთელი. ყვითელი პირველი ვარიანტი, ლურჯი მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა არის კონკრეტულად ის სიტუაცია, რაც გიშლით ხელს, ხო? მოდით აკანეშად დავუდებ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა არის ის, რაც გიშლით ხელს ურთიერთობაში. მოკლედ, მე მეორეს გადავწევ, რომ არ შეგვიშალოს ხელი და პირველი ვარიანტი, ყვითელი სანთელი ვინც აირჩევთ, რა არის ეს?
ეს არის წარსული ურთიერთობების მდგომარეობა. მოდით დავიწყოთ იქიდან. წარსული ურთიერთობების მდგომარეობა. შეიძლება უკვე თქვენი ქვეცნობიერი არის უკვე მზად იმისთვის, რომ სადამდეც არ უნდა მივიდეს ურთიერთობა, მაინც უნდა დაიშალოს. ნახეთ, ამას შეიძლება ცნობიერად არც კი აანალიზებთ, რომ ამაზე ფიქრობთ, მაგრამ ზოგადად ერთი რამ იცოდეთ, როდესაც ძალიან ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ მაინც არაფერი არ გამოვა და ამჯერად რომ მოიზიდავთ ამ ყველაფერს და მაინც არაფერი არ გამოვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ საკუთარ აზროვნებას და ჩვენ საკუთარ რაღაცა სიტყვას ყველაზე მძიმედ მაინც საკუთარი სიტყვები მუშაობენ საკუთარ თავთან მიმართებაში. ამიტომ აქ პრობლემა არის ის, რომ თქვენ ადამიანს არ უშვებთ თქვენამდე. თქვენ ადამიანს არ აძლევთ საშუალებას, რომ ბოლომდე გაგიცნოთ. არ აძლევთ საშუალებას, რომ ბოლომდე შეგისწავლოთ. არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ გაეხსნათ, ხვდებით? ანუ რაღაცა დოზამდე შეიძლება მიიყვანოთ ურთიერთობა, ანუ გაეხსნათ, ოღონდ რაღაცა მეტნაკლებად, ის რა მომენტებით თქვათ თქვენთვის როგორ ვთქვათ, ნახეთ, წითელ ხაზებს არ გადმოაბიჯებინოთ, რომ კი, ძალიან კარგია ურთიერთობაში უნდა გქონდეთ წითელი ხაზები და ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა პირად ურთიერთობაზე პარტნიორთან თუ შვილთან არის თუ დედასთან, მამასთან, ანუ ყველასთან უნდა იყოს, თუნდაც მეგობართან, ყველასთან უნდა იყოს ის კონკრეტული წითელი ხაზები, რომელსაც არ უნდა გადმოაბიჯონ, ხვდებით? ანუ ეს ჩემი არის პირადი სივრცე და ამ პირადი სივრცეს არ უნდა გადმოაბიჯონ, მაგრამ ნახეთ, ურთიერთობაში არის რაღაცა პირადი სივრცის რაღაცა მონაკვეთები, რომელსაც, მოდით ესე ვთქვათ, უნდა მე არ ვიცი რომ რაღაცა წარსულიდან დაჯდეთ და მოყვეთ და რაღაცა მამაოსავით ახსარება ჩააბაროთ, არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი უნდა გრძნობდეს იმას, რომ ენდობით, უნდა გრძნობდეს იმას, რომ გჯერათ იმ ადამიანის, უნდა გრძნობდეს იმას, რომ ხართ მზად იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელოთ. თავიდანვე თუ ხართ იმ განცდით, რომ მაინც არაფერი არ გამოვა და ხა, რა ვიცი, მოდი რა, ცოტა ხანი ხო კაი ყავას დავლევ, რაღაც ერთ-ორს გავისერინებ, იქ სადღაც ყინოში დამპატიჟებს გავყვები და რაღაცა ესეთი მომენტი, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ რეალურად თქვენ არ უშვებთ ამ ადამიანს. შესაძლებელია ის მომენტიც იყოს, რომ აი ყავაზეც რომ მიდიხართ, თქვენ დაუნებურად აი ზიხართ, შეიძლება კი საუბრობთ იმაზე, ამაზე ხო 1000 რაღაცა თემებზე, მაგრამ თქვენ დაუნებურად როგორ ხართ, იცით, რომ აი მე როდის გავა რაღაცა კონკრეტული დრო და საათს რო უყურებენ და ტელეფონს რო უყურებენ და რაღაცა უინტერესო დრო თვლიან, ხო, სიტუაციას. აი აქ ეს პრობლემა გაქვთ. ნახეთ, თქვენ ეს ქვეცნობიერში გაქვთ. ეს არ არის შეიძლება აი გააზრებლად არ აკეთებდეთ ამას და ხო, მესმის რომ ხა არ ხართ, თქვათ, ისეთი ადამიანი, რომ რაღაცა პატივი არცეთ გვერდში მდგომ ადამიანს და ნუ რაღაც, მაგრამ ნახეთ, ეს თავისთავად მოდის და ზოგადად როგორი რაღაცა არის, იცით, როდესაც ადამიანი არის ესე განწყობილი, მაინც არაფერი არ გამოვით, ხო? მეორე პარტნიორი, ანუ მეორე ადამიანიც გრძნობს ამ ყველაფერს, რომ აკეთებთ და იცით რა როგორი მომენტი არის, აი რაღაცა დაძალებით, როდესაც ხდება და როდესაც ხდება ისეთი მომენტი, რომ ხო, კაი, ვცდი, მეორე პარტნიორი ამას აუცილებლად გრძნობს. არ არის ესე, რომ არ გრძნობდეს და არ არის ესე, რომ იციან ხოლმე, რომ აი ქალებს რო აქვთ განვითარებული რაღაცა მამაკაცებსაც აქვთ კარგად განვითარებული, მარტო ხალი ვერ გრძნობს და ვერ ხვდება, როდის რა არის და როდის კარგ ხასიათზე არის მამაკაცი და როდის ცუდ ხასიათზე და როდის ღალატობენ ან როდის სადღაც გაძრება ან რაღაც მომენტები, ხო? ანუ ნახეთ, ინტუიცია მარტო ქალებს არ აქვთ განვითარებული. მამაკაცებსაც კარგად აქვთ და შესაძლებელია ბევრად იმაზე კარგად გქონდეს მამაკაცებს განვითარებული, ვიდრე ქალბატონს აქვს და ამჯერად უბრალოდ მამაკაცები ამაზე ხშირად არ საუბრობენ, ამაზე ესე ღიად არ საუბრობენ, როგორც ქალბატონები, ხვდებით, ისე რომ არავის არ ეგონოს, რომ მამაკაცი ვერ გრძნობს, როდესაც ქალი არ ეხსნება, როდესაც ქალისთვის
ნუ აი ხო რაც გამოვა ესეთი მიდგომა აქვს რომ ავიცებად სადოს და თუ გამოუვიდა და თუ რაღაცა ანუ ამას ძალიან კარგად ხსნობენ მამაკაცები ესე არ არის რომ ნუ რაღაც არა კარგად აქვთ განვითარებული მათაც ინტუიცია და კარგად იციან რა როგორ ანერთა ზუსტად აი ნახეთ მეორე მომენტი ისიც არის შესაძლებელი ადამიანი იმასაც ხვდებოდეს რომ აი წარსული ურთიერთობა და შეიძლება აინტერესებდეს კიდევაც ნახეთ აინტერესებდეს მე არ გეუბნებით კიდევ ერთხელ რომ ამოვსავთ მოუყვეთ რომ აი წარსულ ურთიერთობაში აი ეს იყო და დეტალებში არა მაგრამ შესაძლებელია ადამიანს მიანიშნოთ რომ იცი რა მე მაშინ ურთიერთობაში ჩემს მიმართ ესეთი დამოკიდებულება იყო გამაღიზიანებელი თქვათ ან ადამიანი ძალიან იჭრებოდა ჩემს პირად სივრცეში ან ეჭვიანი იყო ან რაღაცა იყო ხო რაღაცა ნიუანსი რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენს ურთიერთობაშიც არ იქნება მსგავსი მომენტები იმიტომ რომ ეს ავტომატურად იქნება ჩვენი დაშორების კარგად იყავის სათქმელი სიტყვებისთვის და მარტივად გაგიშვებ ცხოვრებიდან ხო აი რაღაცა აი ეს წარსულში ტრიალებს თითქოს გინდათ კიდევაც რომ მე ვერ აი რაღაცა მომენტში გამოუშვათ ეს რომ დაისვენოთ საბოლოო ჯამში და აი იცით რა მომენტი არის კიდე რომ აი ყველა ერთნაირი ხო არ არის ხო ანუ ყველა ესნაირი ვერ იქნება გამორიცხული ხო მამაკაცებსაც აქვს წარსული გამოცდილება ქალბატონებთან და ვიღაცას კარგად და დადებითად ახსოვს ვიღაცას უარყოფითად ახსოვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შემდეგი ადამიანით ანალოგი იქნება წინა ადამიანის და ყველაფერი იქნება თავდაყირა და უარესი მდგომარეობა ხო არა ძალიან კარგად შეიძლება ყველაფერს დავაგებ ამიტომ ნახეთ პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ ყვითელი სანთელი გეტყვით რომ წარსული გავუშვით წარსული დატოვეთ წარსულში მეტი გახსნა მიეცით ურთიერთობაში საკუთარ თავს მეტი საშუალება მიეცით პარტნიორს რომ შეგისწავლოთ ამოგიცნოთ თუ თქვენ ვერ ახერხებთ ესე რომ მისცეთ რაღაცა დაელაპარაკეთ მაინც რომ თქვენთვის რა არის პრიორიტეტული თეატრი უფრო გირჩევნიათ თუ კინო უფრო გირჩევნიათ ყავა უფრო გიყვართ თუ ჩაი უფრო გიყვართ ხვდებით აი რაღაც ხა ვიღაცას ვარდები მოწონს და ვიღაცას გვირილები მოწონს ხო აი რაღაც ვიღაცას საერთოდ არ მოწონს ყვავილები ანუ ხო ხვდებით რა გულისხმობ აი იცადეთ რომ ადამიანებს ცოტა მეტი ნდობა გამოუცხადოთ, ცოტა მეტად სუბუქად შეხედოთ და არ აგრძნობინოთ, რომ მოდი აქ წააგდო, აი ცოტა ხანი გიყურებ და მე მაინც უნდა გაგიშვა. აი ეს მომენტი არ აგრძნობინოთ. აქ წარსულზე გაგცამუშაო ძალიან კაფიად. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. ვინც არჩია ლურჯი და მეორე ვარიანტი რა გიშლით ხელს აქ გეტყვით რომ აქ გიშლით ხელს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს არის საუბარი აი აქ თქვენ მოდით ესე ვთქვათ გიშლით კონკრეტულად როგორ ვთქვათ ნახე როცა რაღაცა არ მოგწონთ როცა გეზარებად გასეირნება ძალიან მარტივად უნდა თქვათ არა უბრალოდ არა არც იმას ჭირდება ახსნა განმარტება რომ იცი რა იმიტომ არა რომ თავი მტკივა ან იმიტომ არა რომ დღეს დავიღალე სამსახურში ან იმიტომ არა რომ არა და всё ნახეთ აი აქ თქვენ ყველაზე მეტად გიჭირთ საუბარი არას თქმა როცა არ გინდათ კის თქმა როცა გინდათ რაღაცა როცა გინდათ ნუ შეიძლება ინტუიცია კარგი აქვს მამაკაცებს მაგრამ ახლა ამერან გულში მღეროდას მომენტით ბანს ვერ მოგცემთ თუ თქვენ არის მომენტი როდესაც ახლა ყველა ადამიანს აქვს თავისი პროხა
ვინ როგორ უდგება ხო სიტუაციას ხო არიან მამაკაცების კატეგორია რომელსაც უბრალოდ სჭირდება მიმართულების მიცემა უბრალოდ უნდა ანუ უთხრათ რომ აი თქვათ თავის შეება ვერ მიხვდეს ხდებით აი რაღაც ვერ მიხვდეს კი არა უბრალოდ რაღაცნაირად ვერ დაიჭიროს მომენტი რაღაც რა უფრო მოგეწონებათ რა უფრო გესიამოვნებათ ხო ახლა ზუსტად გეტყვით ესეთ იმას რომ აი ჩემო პარტნიორმა ზუსტად ის რომ მე სუნამო არ უნდა მაჩუქოს არ მიყვარს გაგიკვირდებათ თქვენ და მიუხედავად რომ მაქვს სუნამოები იმიტომ რომ საჭიროა და ხან მაინც მე არ მიყვარს სუნამოს ანუ მე მიყვარს სხეულის აი კანის სუნი რა რაღაცა სხვანაირი სუნი აქვს და მე ეს უფრო მომწონს და რა ვიცი არ შემიძლია ვერ ვიტან სუნამოს სუნებს აი ერთ სუნი მოხდა და ჩამოვირე ცხავ იმიტომ რომ აი ძალიან ალერგიას მაძლევს ნუ შეიძლება მაქედან გამომდინარე ვერ ვიტან რომ მე ალერგიულად მოქმედებ ჩემზე მაგრამ მე ვერ ვიტან ზუსტად იცის რომ არ უნდა მაჩუქოს სუნამო მაგრამ ზუსტად იცის რომ უნდა მაჩუქოს რაიმე სამკაო რომელიც ძალიან მომეწონება განსაკუთრებით ოქრო ანუ ნახეთ იცის რა მინდა რა მომწონს და ეს მიიღო ჩემგან ანუ ადამიანს ეხა ეფიქრა რომელი სუნამო ეჩუქებინა როდესაც არ მიყვარს ასე სუნამო და რომ მოეტანა მადლობას კი ვეტყოდი მაგრამ აი რა ჯანდაბათ მინდას რომ ვიტყოდი თან გულში ხო ან ძალიან ცუდი მომენტია აი ზუსტად ეგ პრობლემა გაქვს თქვენ ანუ თუ არ მოგწონთ რაღაცა არ გიყვართ ყვავილები ხო უთხარით რომ არ მიყვარს ეს ყვავილები და ამ ყვავილების მოდანა მაგივრად მომიტანა შოკოლადი რომელიც ძალიან მიყვარს თქვათ ხო არ მიყვარს მე ეს რაღაცა მაგალითად ალპენ გოლდის შოკოლადი თქვათ მიყვარს რაღაცა თქვათ რაფაელო ხო აი მომიტანე რაფაელო რო შენი მიყვარს ხო უბრალოდ თქვენ გჭირდებათ მეტი კომუნიკაცია და ალბათ ეს რა მომენტია იცით შიშის მდგომარეობა როდესაც გაქვს რომ აი მე რო ეხა ვუთხრა არა მე რო აღარ დამპატიჟოს არ ვიცი ან მე რო არა ვუთხრა მე შესაძლებელია ეწყინოს და გამებუტოს ანუ თუ გაგებუტებათ იმაზე რომ უბრალოდ მე დღეს არ ვარ მზად იმისთვის რომ გავისეირნო იმიტომ რომ მინდა ჩემი დღეს თუ საღამო გავატარო ჩემთვის და წავიკითხო წიგნი აი სულ კარგად ვამდებოდეს ანუ ადამიანი თუ ვერ ხვდება იმას რომ მე დღეს მჭირდება ჩემი თავისთვის უბრალოდ შევარწინე ამიტომ უბრალოდ როგორ ვქნათ ქალბატონები ვართ მოვიწესრიგო თავი რაღაცა გავლამაზე რაღაცა არ ვიცი 1000 პროცედურა ვიღაცა სალონში იკეთებს ვიღაცა სახლში იკეთებს ყველას თავისი მეთოდი აქვს ვიღაცა ბებიის რეცეპტებით და ვიღაცა რაღაც მაზებით ანუ დღეს მაქვს რაღაცა თმის შეღების დღე ну მე ხა თქვათ პირობითად სალონში არ ვიღებო მე რა არ ვიღებო სალონში ვიღებო სახლში იმიტომ რომ ჩემთვის ესე უფრო მისაღებია რა ვიცი მიმარტივდება უფრო ვიდრე იქ ვიჯდე 3 საათი იმიტომ რომ ამ 3 საათში სახლში რაღაცებს გავაკეთებ სხვა და საქმეებს რაც მაქვს პირადი ხო და ანუ ნახეთ დღეს მე ჩემთვის მინდა დღე ჩემთვის მინდა საღამო ჩემთვის მინდა რაღაცის გაკეთება ხვდებით და თუ გინდათ გასეირნება და არის ის მომენტი რომ აი იქნება მიხვდეს რომ დღეს მაინც დაღლილი კი არის სამსახურში 24/7-ზე ვთქვათ მუშაობს არ აქვს ნუ ეგეც ზღაპრებია რომ ადამიანი 24/7-ზე მუშაობს და საყვარელი ადამიანისთვის დროს ვერ გამონახავს არ არსებულია თუ ძალიან უნდა ის აუზიოდ გამონახავს დროს ამიტომ გამონახავს დროს შეიძლება იცით რა არის გვიან გამონახოს მაგრამ ის გვიან თქვენ ხართ თუ არა მზად რომ ღამის პირველ საათზე მოვაკითხოთ და გაგასეირნოთ უნდა იცოდეს ადამიანმა აი მეორე ვარიანტს ყველაზე მეტად გაქვთ პრობლემა ერთმანეთთან კომუნიკაცია აი ნახეთ ადამიანთან კომუნიკაცია გიჭირთ ანუ როგორც ასეთი ანუ კომუნიკაცია კი არ გიჭირთ ზოგადად ადამიანებთან კი არა ანუ კონკრეტულ პირად ურთიერთობაში მყოფ ადამიანთან აი პარტნიორთან ურთიერთობაში რომ არა იყოს კი იყოს ცისფერი მომწონს თუ ყვითელი მომწონს
არ მომწონს ეს და მე ეს მომწონს და ამიტომ ეს მინდა, ანუ რაღაცა მიყვარს, იმიტომ რომ მე ეს მიყვარს და ეს არ მიყვარს, ანუ ნახეთ, აი არ მინდა მე კინოში წასვლა, მინდა სპექტაკლზე წასვლა. ანუ პირობითად ვამბობ, მე ძალიან მიყვარს თეატრი, არ მიყვარს კინო. ახლა კინოში რომ დამპატი, კი, ხო შეიძლება წავიდე, მაგრამ ხო კარგი იყო, მადლობა, მაგრამ სპექტაკლზე რომ დამპატიჟო, მე ავივსები, მთელი ჩემი ავიცი ყველაფრით, იმიტომ რომ აი იქ მივიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, იქ მივიღებ რაღაცა დიდ სტიმულს, დიდ ენერგიას, რაღაცა აი უკეთესად, უფრო ბედნიერი ვიქნები. და თქვენ რო უთხრათ, რომ იცი რა არის, რომ აი კინოს ბილეთი კი იყიდე და მადლობა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ისე სხვა დროს გაითვალისწინე, რომ მე თეატრი უფრო მიყვარს და თეატრი ჩემთვის რაღაცა უფრო მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ და შემდეგში კინოს ბილეთს აღარ იყიდეს და იყიდეს თეატრის ბილეთი. ანუ თქვენი პრობლემა არის ის, რომ უბრალოდ ადამიანს დაელაპარაკოთ. რა, როგორ, რანაირად და არ შეგრცხვეთ იმის, რომ აი ეხლა რომ დამპატიჟა საღამოს თქვათ სადღაც კაფეში და მე რო ეხლა არ ვარ ისეთ ვართ ფორმაში ვარ და თავი მტკივან რაღაცა გეგმაში მქონდა რომ თქვათ დღეს გოგოებთან ერთად გავსულიყავი ან რაღაცა არ ვიცი დედაჩემთან ერთად ან რაღაცა ოჯახურად გვესადილა და აი მოდი გავიდეთ ორე ეწყინება გადადეთ გვერდზე აუხსენით უბრალოდ უთხრეთ რომ დღეს სხვა გეგმები მაქვს ბოდიში, მაგრამ ხვალისთვის გადავდოთ. Всё. ანუ ამით თქვენ თუ ეს ადამიანი ამის გამო თქვენ დაგკარგავთ, ესე იგი ეს ადამიანი თქვენი ადამიანი არ ყოფილა. ანუ ის თუ ვერ გაიგებს, რომ თქვენ რაღაცა გჭირდება და თქვენ რა მოგწონთ, ანუ არ ითვალისწინებს თქვენი სურვილებს, იმ ადამიანისთვის თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ რა, ანუ მაშინ ის თავის თავზე აწყობს ურთიერთობა, იმიტომ რომ კომფორტშია, რაც უნდა, იმას იღებს. აი, ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენს თავზე იმუშავეთ და ნუ შეგეშინდებათ ნურავის დაკარგვის. არავინ არ თუ თქვენი ადამიანი, იმას ძალიან მარტივად გაიგებს, ძალიან მარტივად მიიღებს და შეასრულებს. ხვდებით? ანუ რა თქმა უნდა თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ხანდახან ახლა იქნება ისეთი სიტუაცია რომ უნდა გაყვეთ თავი გტკიოდეთ კი არა ავიცი რომ გეხდებოდეთ სამი გამაყუჩებელი უნდა დაალიოთ და გაყვეთ მაგრამ ეს არ უნდა იყოს როგორ ვთქვათ აი ძალადობა თქვენს შინაგან მეზე ხო თქვენს ტვინზე რომ აი ძალით აკეთოთ ყველაფერი რომ ეს საბოლოო ჯამში ნახეთ იწევს თქვენში აგრესიას დროთა განმავლობაში ილექება თქვენივე ნაბიჯები ილექება, მერე იწვევს უკვე აგრესიას კონკრეტულად იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საერთოდ შეიძლება დამნაშავე არ არის თავის დროზე რო გეთქვათ, რომ არ მინდა ეს და მინდა ეს, გაეკეთებინა, ანუ ის რაც თქვენ გინდოდათ და აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანზე გიჩნდებათ აგრესია და საბოლოო ჯამში ურთიერთობა მთავრდება. აი ეს არის მეორე ვარიანტი. ყველაზე მეტად გჭირდებათ საუბარი. რაც მეტად ისაუბრებთ და გაიხსნებით და რაც მეტად გეკნებათ ესეთი ყაფიოთ მე და შენ და ჩვენ მან უკვე ყველაფერი დაალაგდება იდეალურად და ბედნიერი ურთიერთობებიც გეკნებათ. მოკლედ, პირველი, მეორე ვარიანტი, მე გისურვებთ ბედნიერებას, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რომ ყველაფერი დაალაგებული იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ და თქვენს შინაგან სამყაროს სჭირდება და რა ვიცი, თუ თქვენი იყო, ანუ ამოიცნობთ თქვენს თავს ურთიერთობებში, პირველი და მეორე ვარიანტი. ცადეთ ის რაც ვისაუბრეთ, ცადეთ დატესტეთ. იქნებ და ყველაფერი კარგად გამოვიდეს. დროებით.